ქალაქ თბილისის თვითმმართველობა ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გამოცემაში საუბარია 1917-1921 წლებში საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის მოწყობის შესახებ. წიგნის ავტორი თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორი მაკა კვარაცხელია. გამოცემაში გამოყენებულია ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტები. წიგნის სახელწოდებით ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-21 წლებში მეცნიერული ხასიათისაა, რომელიც მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ისტორიას 1917 წლის მარტიდან 1921 წლის თებერვლამდე. თემა საინტერესოა როგორც თბილისის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართათვის, აგრეთვე ზოგადად საზოგადოებისთვის. ნაშრომში მიმოხილულია კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ქართული თვითმმართველობის ისტორია და ვფიქრობ, სწორედ დღეს, სწორედ ამ წუთას ის განსაკუთრებულად თანადროული გახლავთ იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ახლა ჩვენს რეალობაში საფუძველი ეყრობა ნამდვილ თვითმმართველობას საქართველოში.